გამარჯობა ჩემო ძვირფასო მონატრებულო მაყურებელო. მე იორეკი ვარ და ისეთი კარგი ამბები მოგიმზადე დღეისთვის, რომ ძალიან მინდა მალე დავიწყო. თუმცა იქამდე მაინც უნდა გთხოვოთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. რადგან ამის გარეშე არაფერი არ გამოვა. გვერდში დაუდგეთ ერთმანეთს. 1-2 დაკლიკება რა მოსატანია იმ ამბებთან, რაც დღეისთვის მოგიმზადეთ. დავიწყოთ. ნიკოლოზ ბარათაშვილის ხუმრობა. ნიკოლოზ ბარათაშვილზე ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა რაც ვიცით ისაა, რომ თურმე ძალიან ყვარებია ხუმრობა. სიცოცხლით სავსე ყმაწვილი ყოფილა და ოხუნჯობაც მისი თამდევი ყოფილა ყველგან. ეს ამბავი კი ნიკოლოზ ბარათაშვილის და მისი მეგობრის ოინზეა, რომელიც მათ ღვაწლმოსილ ისტორიკოს და ძალიან პატივსაცემ ადამიანს პლატონ იოსელიანს დამართ. თურმე ერთხელ ერთად მგზავრობდნენ პლატონ იოსელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი მეგობარი. ნიკოლოზ ბარათაშვილს კი დაუჩემებია, რომ პლატონ იოსელიანი გიჟიაო, მისი მეგობარიც ახოლია. თურმე სადაც მივიდოდნენ, დუქანი იქნებოდა თუ ფოსტის სადგური, ყველა მომსახურე პერსონალს ჩუმად აფრთხილებდნენ, აგერი საწოწილი, ულვაშ მოპარსული და დიდი კაცი გიჟია და ფრთხილად იყავითო. ამ ხალხის უფრო დასაშინებლად კი ეუბნებოდნენ, რომ იცოდეთ, ფრთხილად თუ არ იქნებით, ისეთ აყალ-მაყალს ატეხავს, თავს დაიღუპავთო. წარმოიდგინეთ პლატონ იოსელიანი, ბუმბერაზი ადამიანი, მეფის შვილებთან ერთად გაზრდილი, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, სოლომონ დოდაშვილის მეგობარი და გიჟი. პლატონი ბარათაშვილზე დიდი იყო ასაკით და მისგან ასეთ ხუმრობას ვერც კი წარმოიდგენდა. თუმცა მთელი მგზავრობის განმავლობაში პლატონ იოსელიანს ერიდებოდა ყველა. სამი კიტნოს მიმტანი იქნებოდა თუ სხვა მოსამსახურე. მიმტანი რამეს რომ მოუტანდა, შორი ახლოს დადებდა და სასწრაფოდ გაეცლებოდა იქაურობას. ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი მეგობარი კი შორიდან უყურებდნენ და იცინოდნენ. პლატონ იოსელიანი თავიდან ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ ნელ-ნელა დაინტერესდა მისი ირგვლივ უცნაური მოწიწებით და რიდით. როცა სიმართლე გაიგო, თურმე მიუბრუნდა ნიკოლოზ ბარათაშვილს და მის მეგობარს და გვარიანად გამოლანძღა. ქართულ ენაზე რომ მორჩალანძღვას, ლათინური და ბერძნული ფრაზებიც დააყოლა ზედ. ასეთები ხართ. ეს ამბავი მწერალმა ამირან არაბულმა მოყვა და 14 აპრილს დედაენის დღეს უკავშირდება. იმ დიდი სახალხო პროტესტიდან დაახლოებით ერთ კვირაში ყოფილა აღდგომა. სტუდენტობის წლებში აღდგომის ღამეს სიონის ტაძარში ვათენებდი ხოლმე. ახლანდელი სასულიერო სემინარიის შენობაში სიონის ტაძართან ახლოს მაშინ იყო კომკავშირელების სამორიგეო ოთახი და ყველას ვინც შედიოდა და გამოდიოდა, სიონში ისინი აფიქსირებდნენ, უთვალთვალებდნენ და იმახსოვრებდნენ. წარმოიდგინეთ, ხო, რა საშინელი პერიოდი იყო მაშინ. მაშინ ათეიზმის ეპოქაში ეკლესიაში სიარული და სანთლის ანთება დანაშაულად ითვლებოდა. გვიანი იყო. ხალხით სავსე ტაძარში შევნიშნე, რომ ვიღაც კაცი თვალს არ მაშორებდა. ბოლოს მივხვდი, რომ ის კაცი 14 აპრილს აქციიდან მახსოვდა. თბილისის პოლიციის შეფი გახლდათ. სიონის ტაძრიდან ღამის 3 საათზე გამოვედი გარეთ. ტაძრის ეზოში ჩემი ბიძაშვილი, თუმანიშვილის თეატრის მსახიობი მზია არაბული შემხვდა და მას ვესაუბრებოდი. ამ დროს ჩემთან 3 შავ ქურთუკიანი ადამიანი მოვიდა. ხელკავი გამიკეთეს და მანქანით სადღაც წამიყვანეს. მანქანას ჩამუქებული მინები ჰქონდა, არაფერი ჩანდა. ამიტომ ზუსტად ვერ ხვდებოდი სად მივყავდი. შენობაში რომ შევედით, 9 კარი გავიარეთ და ბოლოს შემიყვანეს პოლიციის სამმართველოს უფროსის კაბინეტში. სწორედ იმ კაცის, ვინც ჯერ აქციიდან, შემდეგ კი სიონის ტაძრიდან დამამახსოვრდა. დამიწყო დაკითხვა და დამონათება. მეუბნებოდა ალექსი ინაური და ოთარ თაქთაქიშვილი მამაშვილურად გარიგებდნენ და შენ მათი სიტყვები არაფრად ჩააგდეო. მას მაგიდაზე ედო წინა კვირას გამოქვეყნებული უნივერსიტეტის გაზეთი, გადაშლილი იმ გვერდზე, სადაც დაბეჭდილი იყო ტარიელ ხარხელაურის ლექსები და პოეტის ფოტო სანთლით. სამმართველოს უფროსმა ამ ფოტოზე მიმითითა და თქვა: აი ასეთები ხართ დღევანდელი სტუდენტები. ეკლესიაში დადიხართ და საპროტესტო გამოსვლებს აწყობთო. თითქოს ორი ერთმანეთზე მძიმე ბრალდება წაუყენა პოლიციის უფროსმა. თურმე ამირან არაბულს ყველაზე მწარედ შემდეგი ფრაზა დაამახსოვრდა: ჩამოეთრევიან შენაირები მთიდან და აფუჭებენ ქალაქს. ამ სიტყვებზე ძალიან გავბრაზდი და სიტყვა შეუბრუნე. დამისახელეთ, ვინ გააფუჭა მეთქი. ასე აგრძელებდა რამდენიმე საათი ჩემთან საუბარს. მე მუქრებოდა, რომ უნივერსიტეტს ვერ დავამთავრებდი. დიპლომს ვერ ავიღებდი და ასე შემდეგ. მეც არ ვეპუებოდი. რა უნდა დამეკარგა. საკუთარი თავის გარდა არაფერი მებადა და არც რაიმეს შიში მქონდა. იხსენებს მწერალი. აი ასე მეგობრებო,
წლები გადის, აწლეულებიც გადის და არაფერი იცვლება. 12 გაყიდული მღვდელი. ჟან შარდენის ჩანაწერები საქართველოზე ნამდვილად ფასდაუდებელი საგანძურია და ყოველთვის დიდი ნაწილი უკავია იმ ეპოქის მკვლევარების ნაშრომებში. ძალიან ბევრი კარგი რამ შემოგვინახა მოგზაურის ჩანაწერებმა, თუმცა ბევრიც საშინელება. ახლა ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელმაც ევროპელ მოგზაურზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ცალკე ჩაწერა. ერთმა აზნაურმა, წერს შარდენი, ერთ დღეს 12 მღვდელი გაყიდა. ამ ბოროტების ამბავი იმდენად საოცარია, რომ იგი როგორც უმაგალითო შემთხვევა ღირსია აღწერისა. ამ აზნაურს ერთი ქალიშვილი შეჰყარებია და მისი ცოლად შერთვა გადაუწყვეტია, თუმცა უკვე ცოლიანი იყო. ქალს ხელი მაინც სთხოვა და თანხმობაც მიიღო. მეგრული წეს-ჩვეულების მიხედვით ქალს ყიდულობდნენ. ფასი დამოკიდებული იყო ქალის საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, მის ასაკსა და სილამაზეზე. ეს ქალი კი ვაირომ ძვირად ფასობდა. ამ აზნაურს სატრფოს მშობლებისთვის მრავალი საჩუქარი უნდა მიერთმია. ამას ემატებოდა საქორწინო ხარჯები, რაც საბოლოო ჯამში საკმაოდ ძვირი ჯდებოდა. აზნაურს კი ამის ფული არ ჰქონდა. ერთადერთი გზა, რომ ეს ფული ეშოვნა, იყო ადამიანების გაყიდვა. ამ აზნაურის ქვეშევრდომებს, როცა გაიგეს ეს ამბავი, შეეშინდათ. მოკიდეს ხელი თავიანთ ცოლ-შვილს და გაიქცნენ. იმედ გაცრუებულმა აზნაურმა ყოველგვარ საზღვარს გადაცილებული ვერაგობა მოიგონა. მან საზეიმო წირვის შესასრულებლად და ზვარაკის შესაწირად 12 მღვდელი მოიწვია თავისთან. მღვდლებიც გულუბრყვილოდ მოვიდნენ. მათ აზრადაც არ მოსვლიათ, რომ აზნაურს განზრახული ჰქონდა მათი თურქებისთვის მიყიდვა, რადგან მსგავსი რამ მღვდლის გაყიდვა სამეგრელოში არასოდეს მომხდარა. აზნაურმა ისინი კარგად მიიღო, წირო აღასრულებინა, ზვარაკად ხარი დაკლა და გაუმასპინძლდა. როდესაც მღვდლები მაგრად გამოათრო, თავის დაქირავებულ ხალხს უბრძანა, ისინი შეეპყროთ, ბორკილები დაედოთ და თავპირი გადაეპარსათ. მეორე ღამეს მღვდლები თურქების გემზე წაასხა და გაყიდა. ჯერ მთელი უბედურება არ მithქვამს. დასაწყისში გახსოვთ, გითხარით აზნაური ცოლიანი იყო მეთქი. მღვდლებში აღებული ფული თურმე აზნაურს არ იყო. ამიტომ ამ მხეცმა თავისი ცოლიც წაიყვანა და იმავე გემზე გაყიდა. სამწუხაროდ შარდენი არ გვიყვება რა გვარის იყო ეს აზნაური, არც იმ მღვდლებზე ვიცით რაიმე, არც მის გაყიდულ ცოლზე, არც მის ახალ შექმნილ ოჯახზე გვსმენია. ცოტა რთული წარმოსადგენი კია ამ ხელად ცოდვით შექმნილ ოჯახს ბედნიერი და უდარდელი ცხოვრება ქონოდა. მოსამართლე ილია და უცნაური სასამართლო პროცესი. როგორც ვიცით, ილია ჭავჭავაძე მოსამართლე იყო დუშეთში და ერთხელ დაუჯერებლად კურიოზული ამბავი გადახდენია. ეს ამბავი თვითონ ილია მოამბო იონა მეუნარგიას. ვიღაც ზაქარიას ბრალდებოდა ხეების მოპარვა. საქმის გარჩევის დროს ბრალდებულის გვარი ამოვიკითხე. მე გახლავარ ბატონო, წამოიძახა გლეხმა. შენ წაიღე ხეები? ვკითხე ბრალდებულს. დიახ ბატონო, მე წავიღე. შვიდად მიპასუხა მან. რა კი დანაშაული ეჭვ გარეშე იყო, სხვა გზა არ მქონდა. იქვე განჩინება დავწერე და ბრალდებული საპატიმროში გავგზავნე. ჯერ კიდევ საპატიმროში ყოფნა არ გაეთავებინა დასჯილს, რომ ჩემთან მოვიდა მისი ძმა. შენ ვინ ხარ? ვკითხე. ეს და ეს ზაქარია გახლავართ, ბატონო. როგორ ზაქარია? ის ხომ ციხეშია? გამიკვირდა მე. არა, შენი ჭირიმე. ციხეში ჩემი ძმა გავგზავნე, მე საქმეები მქონდა ქალაქში და არ მეცალა. უპასუხია ხეების ნამდვილ ქურდს. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ და ვიდეოს დალაიქებით დამიდასტურებთ. არხსაც გამოიწერთ და მეც ტრადიციულად შემოგთავაზებთ საინტერესო ქართულ ამბებს. დროებით.